გასაქმების ფორუმი გაიმართა. ფორუმში სხვადასხვა კომპანიებთან ერთად კომპანია ფრეგომაც მიიღო მონაწილეობა. ფორუმზე კომპანიებმა შვეშემ პირებს სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამების შესწავლაზე 300-დან აღნიშნულ პროექტზე აპლიკანტებს შეიძლება დასაქმებელთან გაიარონ გასაუბრება და მაქსიმალურად წარმოაჩინონ თავიანთი უნარჩვევები. შეგახსენებთ, კომპანია ფრეგო სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში არაერთ პროექტს ახორციელებს. დღევანდელ დღეს 25 მაისს იმართება თბილისის მოლში შეზღუდული მქონე პირების დასაქმების ფორუმი. ფორუმში მონაწილეობას იღებს 25 კომპანია დამსაქმებელი. მათ შორის არის ერთ-ერთი ფრეგო, რომელიც ზოგადად გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობის მაღალი დონით და დღეს აქვს წარმოდგენილი ის პოტენციური ვაკანსიები, სადაც შეიძლება დასაქმდნენ ბენეფიციარები. მთავარი შედეგი ალბათ პროექტის ზოგადად არის ის, რომ დავასაქმოთ რაც შეიძლება მეტი ადამიანი და ზოგადად ფორუმები ხელს უწყობს ცნობადობის ამაღლებას, ცნობიერების ამაღლებას ასევე და ვფიქრობ, რომ ბევრი დიდი გამოხმაურება ექნება პროექტს და ზოგადად დასაქმების პროგრამას. როგორც მოგეხსენებათ, კომპანია ფრეგო საკმაოდ აქტიურია სოციალური მიმართულებით და ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სოციალურში არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ხარდაჭერა. ჩვენ მაქსიმალურად ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ვეხმარებით მათ ყველანაირად, როგორც საქმიანობაში, ასევე მათ ადაპტაციაში გარემოსთან. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე აღნიშნული მიმართულების არის დღევანდელი, იმიტომ რომ დღეს როგორც მოგეხსენებათ, იმართება დასაქმების ფორუმი, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები შეძლებენ მოძებნოს სამუშაო და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დღევანდელი დღე თითოეული მათგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და რაღაცა ახლის სიახლის დასაწყისი იქნება. ბროკერების ლიცენზირება შესაძლოა სავალდებულო გახდეს კანონპროექტის ინიციატორების სექტორში არსებულ გაუმჭირვალობასა და თაღლითურ სქემებზე საუბრობენ, რას ფიქრობენ საბროკერო კომპანიები და რას ფიქრობს საპარლამენტო ხელისუფლება. ნახეთ სალომე